ავტენტური სახით ესეთი იყო, საკმაოდ წავედ ავარიული და მერე ჩამოინგრა საკმაოდ ტრაგიკულად, ასე ვთქვათ და შედეგად შენდება აბსოლუტურად განსხვავებული სამშენებლო მასალით და ტექნოლოგიებით. სრულიად ახალი შენობა. ისტორიულ ძეგლთა რეესტრის განახლება, ახალი ობიექტებით შევსება, განადგურებული და სახეცვლილი ობიექტებისათვის სტატუსის მოხსნა და მათი მისამართების კორექტირება იყო თბილისის ჰამქარის მიერ ჩატარებული კვლევის მთავარი მიზანი. რეაბილიტაციების ფონდზე, რომელიც განხორციელდა, რეალური სურათი არის შეცვლილი, რომელიც არ არის ასახული ამ რეესტრის სიაში. ეს არის ტიტანური შრომა, რომელიც არის გაწეული ამ ქალაქში, სადაც გამოვიკვლიეთ, რომელი შენობები დაინგრა მთლიანად და აშენდა ძველი სტილის თვალსაზრისით და ისინი ირიცხებიან ასეთ სიაში. ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ არსებული სიიდან ასეთი ტიპის შენობები, რომელიც 21 საუკუნეში აშენდა, არ შეიძლება იყოს ძეგლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი. კვლევა თბილისსა და ბათუმში 2013-14 წლებში დასავლეთ-აღმოსავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხის რევიზიის შედეგები საზოგადოებას ორგანიზატორებმა თავად გააცნეს. ასევე მოეწყო ძეგლების ამსახველი ფოტოების გამოფენა, სადაც ნაჩვენები იყო შენობები პირვანდელი და დღევანდელი სახით. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ძეგლების გარკვეული ნაწილი არის ლიკვიდირებული და ფაქტიურად დანგრეული აღარ არსებობს, მაგრამ უმეტესი ნაწილი ისეა მოდერნიზებული, რომ მას არაფერი აკავშირებს თავდაპირველ არქიტექტურულ ქსოვილთან. არის რეალური საშიშროება იმისა, რომ ბათუმში ალბათ კალტიკულტად შემორჩება ეს ძველი, ისტორიული შენობები. არქიტექტორების განცხადებით წლებია არ მომხდარა ძეგლთა რეესტრის საფუძვლიანი განახლება, ახალი ობიექტებით შევსება, განადგურებული და სახეცვლილი ობიექტებისათვის სტატუსის მოხსნა. ამდენად წლიდან წლამდე იზრდება შეუსაბამობა ბრძანებით განსაზღვრულ და ფაქტობრივ მდგომარეობას შორის, რაც მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნის თბილისის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის მართვის პროცესში. კანონის მიხედვით 2018 წელს იგეგმება სიის რევიზია 2007 წლის შემდეგ. ფაქტიურად გამოდის, რომ 11 წლის მანძილზე არ არის დაგეგმილი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენი კვლევის შედეგად იქნა შედეგებზე დაყრდნობით გამოვიტანეთ, არის ის, რომ აუცილებელი არის ისტორიულ ზონაში განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება. კვლევის შედეგების ელექტრონული ვერსია თბილისის ჰამქარის საიტზე გამოქვეყნდება, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისი ნახვა. მასალები შემდგომი დამუშავებისათვის კულტურის სამინისტროსაც გადაეცემა.